რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა. მამუკა რეხვიაშვილმა საჯარო დისკუსიაში დეპუტატებთან ერთად მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდების კითხვებს პირადად უპასუხა. ახალგაზრდებმა ქალაქის განვითარების შესახებ საკუთარი იდეები და ინიციატივები წარადგინეს, შეავსეს ანკეტები და მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები განსაზღვრეს. ეს ფორმატი გვეხმარება ერთობლივი ძალისხმევით ქალაქში უფრო მეტი და კარგი ინიციატივა განვახორციელოთ. Საცხარულოა, რომ ჩვენი ქალაქის მოსახლეობა და ახალგაზრდობა ერთნაირი ინტერესით ჩაერთო ამ პროცესში და ღიად და თამამად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება. ძალიან ინტერაქციული შეხვედრა იყო და მნიშვნელოვანი არის ის აღინიშნოს, რომ მაქსიმალურად მოხდა ახალგაზრდების აზრის გათვალისწინება და ჩვენთან ინტერაქცია და ჩვენი აზრების მიმოწვევა. იდეებიც წამოვაყენეთ, რაც გვაქვს, რომ ეს ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული და ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ, რომ ჩვენს აზრს გაითვალისწინებენ.